Ყნეთში დატრიალებული ტრაგედიიდან და პირველად დარღვეული დუმილი 15 წლის მოზარდის დედა პირველად ალაპარაკდა მისი შვილის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების დეტალებთან დაკავშირებით. აქამდე 2 წლის განმავლობაში დათუნე ჟღენტის ოჯახის წევრები ელოდებოდნენ გამოძიების შედეგის დადებას და მათ კითხვებზე მინიმუმ ერთ კითხვაზე მაინც პასუხების გაცემას. თუმცა ტრაგედიიდან 2 წლის თავზე დღესაც ოჯახის წევრებს აქვთ უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვა. მიუხედავად იმისა, რომ 2 წლიანი გამოძიების თავზე გამოიცვალა 2 პროკურორი ამ საქმეზე, დაიდო 4 ტომი, გამოიკითხა უამრავი მოწმე პირები, რომლებთანაც არსებობდა გარკვეული კითხვის ნიშნები, არსებობდა კითხვები, თუმცა 2 წლის თავზეც ამ დრომდე ჯერჯერობით ვერც ერთი პროკურორი გარდაცვლილი მოზარდის დედას ვერ სცემს პასუხს კითხვაზე, ვის გულგრილობას და დაუდევრობას შეეწირა მისი შვილი. როგორც დედა ჩვენთან საუბარში ყვება, ის სვამდა კითხვებს გამომძიებლებთან რა ეტაპზე იყო მაგალითად ექსპერტიზის პასუხი, რა ეწერა ექსპერტიზაში, თუმცა ამ დრომდე არ იცის დედამ რა წერია ექსპერტიზაში, რის შედეგად გარდაიცვალა მისი შვილი, რაც იცის არის მხოლოდ ის, შემთხვევის ადგილზე ასულს ქალს დახვდა 15 წლის მოზარდი წყნეთში სკვერში სკამზე დამჯდარი გარდაცვლილი. თავდაპირველად ითქვა, რომ მოზარდი გარდაიცვალა დენის დარტყმის შედეგად, თუმცა როგორ მოხდა სკვერში არსებულ სკამზე დენი, ეს იყო სწორედ მთავარი კითხვა. იმ ეტაპზე სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა თბილისის მერია, როგორც ადგილობრივები ამბობდნენ, თბილისის მერიამ წესების დარღვევით დაამონტაჟა სკვერში გარკვეული ელექტროსადენები, ელექტრომოწყობილობები, რაც შემდგომ გადავიდა სკამზე და ამის შედეგად მოზარდს დაარტყა დენმა და არა მხოლოდ ერთ მოზარდს, იქ სხვა მოზარდებიც იმყოფებოდნენ, თუმცა ყველა გადარჩა დათუნე ჟღენტის გარდა. ოჯახის წევრები დედა გარდაცვლილი მოზარდის ამბობს, რომ მას ჰქონდა კითხვები ვაკის გამგეობასთან, გამგებელთან პირველ ეტაპზე მერიამ გამორიცხა მისი დაუდევრობა, მისი პასუხის მგებლობა ამ საქმეში და კითხვის ნიშნები გადავიდა შემდგომ ადგილობრივ გამგეობასთან, თუმცა ამ დრომდე არც ერთ კითხვას არ გაცემია კონკრეტული პასუხი, ამიტომ ჩვენ გვიჭირს საუბარი რა ეტაპზეა გამოძიება, არც ერთ კითხვას, როგორც ოჯახის წევრების დასდარელებლად ცნობილი ქალის კითხვებს არ პასუხობს გამოძიება ამ დრომდე. შესაბამისად, ოჯახის მთავარი მიმართვის ადრესატი ახლა არის საგამოძიებო უწყებას, თხოვენ პასუხებს პროკურატურას. ოჯახის წევრები დედა ამბობს, რომ თუ მის შეკითხვას პასუხი არ გაეცემა პასუხისმგებელი პირი, პასუხისმგებაში არ მიეცემა მისი შვილის სიკვდილთან დაკავშირებით, ის მიმართავს რადიკალურ ზნებს. ცდა პირველივე დღეებში ინფორმაცია, რომ ვიღაცა ორი პიროვნება იყო დაკავებული, სრული სიცრუე რა. არავინ და მეც მეგონა რომ დაკავებული, მე მაგის დარდი არ მქონდა. ხო გეუბნებთ აი ამ სამედიცინო ექსპერტიზის მოლოდინის რეჟიმში რო ვიყავი, აქედან გამომდინარე ჩავერთვი ამ საგამომძიებო იმაში. მე თვითონ მომიწია პათანატომთან დარეკვა, საქმე გადაეცა გია შაიშმელაშვილს. დღესდღეობით ამ საქმის პროკურორი არის გია შაიშმელაშვილი. გია შაიშმელაშვილთან მქონდა მრავალგზის სატელეფონო კომუნიკაცია და სავარაუდოდ 4ჯერ ან 3ჯერ მქონდა პირადი შეხვედრები. იყო დაპირებები, იყო რაღაცები, მაგრამ ხო გეუბნებით, შეიქმნა 4 ტომნახევარი ამ საქმესთან დაკავშირებით. ის მასალა მხოლოდ რაც იმ 2 დღეში გაკეთდა. გავიდა 2 წელი, მეტი არაფერი არ გაკეთებულა. ანუ არ გვყავს ეჭმიტანილი, არ გვყავს აქედან გამომდინარე ლოგიკურად რომ ივინჯელდა მე იურიდიული განათლება არ მაქვს, არ გვყავს ბრალდებული, თავისთავად არავინ არ არის დაჭერილი. არავინ. პასუხისმგებლობა არავინ არ აიღო. და ეხლა სრულად თავისუფლად ვაცხადებ, რომ ეს არის სისტემური მკვლელობა. რომ მომიკლეს, დამიღუპეს უპასუხისმგებლობის, უყურადღებობის, საქმისადმი გულგრილი დამოკიდებული, საქმისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებული, სწორედ ამ პატარ-პატარა იმან მიიყვანა ის, რომ დათუნა დღეს ჩემ გვერდზე არ არის. და პირველი შეკითხვა რო არ გიხტუნაო თემიდან თემაზე გამგებელთან რომელი პირველი შეკითხვა ეს იყო რომ გზნობ თუ არა გაქვთ თუ არა დანაშაულის და პასუხისმგებლობის შეგრძნება. ადამიანი დამეთახმა კი მაქვსო, ოღონდ დამნაშავედ არ გზნობ თავსო. თუ სასამართლო მცნობს დამნაშავედ იმ შემთხვევაში კი ბატონო.
სისტემის მსხვერპლი სისტემური მკვლელობა ეს არის შეფასება გარდაცვლილი მოზარდის დედის მხრიდან, რომელიც 2 წლის თავზეც სვამს კითხვებს და არ აქვს პასუხი, ვის გულგრილობას და დაუდევრობას შეეწირა მისი 15 წლის კალათბურთელი მოზარდი შვილი დათუნა ჟღენტი. 240 მუხლით დაიწყო თავდაპირველ ეტაპზე გამოძიება, ახლაც ამ მუხლით მიმდინარეობს სავარაუდოდ საგამოძიებო უწყების მხრიდან. წყნეთში მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება, როგორც დაზარალებულად ცნობილი დედა ამბობს მოზარდის, მას გადაეცა საქმის მასალები, თუმცა არ დგინდება გამოკითხული მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებებიდან, ვის უპასუხისმგებლობას შეეწირა მისი შვილი. გამოიკითხა 100-მდე მოწმე, მათ შორის დამკვეთები, შემსრულებლები, მათ შორის მერიის ზედამხედველობის სამსახური, მათ შორის ადგილობრივი გამგეობა, თუმცა ამ დრომდე გამოძიებას, როგორც ოჯახის წევრები ეჭვობენ, სავარაუდოდ არ აქვს პოლიტიკური ნება იმისა, რომ პასუხისგებაში მიცეს პასუხისმგებელი პირი, რომლის დაუდევრობასაც შეეწირა სწორედ 15 წლის მოზარდის გარდაცვალება.